ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბენეფიციარები ხონელი საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე ხონის კულტურის ცენტრში საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ. მკურნალობის არტ-თერაპიული მეთოდი ცენტრში წლების წინ დაინერგა და წარმატებული აღმოჩნდა. ბენეფიციარების დიდმა ნაწილმა სწორედ ხელოვნების სხვადასხვა დარგში იპოვა საკუთარი მე და სულიერი სიმშვიდე. რაც შეეხება საზოგადოებასთან ინტეგრაციას, დარგის სპეციალისტთა და კურატორთა აზრით, სწორედ მსგავსი ღონისძიებები შეუწყობს ხელს. ღონისძიების ორგანიზატორი ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია და არტ-თერაპიული სამსახური იყო. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ყველას დღევანდელი ძალიან დიდი დღესასწაული სულიწმინდის მადლი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს სრულიად საქართველოს დღეს უდიდესი რელიგიური დღესასწაული არის და დღევანდელ დღეს დავამტყუეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არტ-თერაპიული სამსახურის და ასე ვთქვათ თანამშრომლებისა და პაციენტების ბენეფიციარების მიერ შედგენილი კოლექტივების ღონისძიების სააშკარაოზე ფართო საზოგადოების წინაშე გამოტანა. დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით ალბათ ამ 6 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, როდესაც ჩვენი დაწესებულების ფარგლებს გავცდით და ხონის კულტურის სასახლეში შევეცადეთ პირველი კონცერტი ჩაგვეტარებინა, გვეჩვენებია საზოგადოებისათვის, რომ ეს ხალხი ამ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ სრული უფლება აქვთ იგრძნონ თავი ამ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. რა თქმა უნდა არ არის პირველი და მეორე, მაგრამ ასეთი მასშტაბით რო გამოსულიყავით ქალაქის ასეთ მნიშვნელოვან კულტურულ დაწესებულებაში და გამოსულიყვნენ ჩვენი პაციენტები ამ კონცერტისათვის მომზადებული პირველი იყო ეგა. და მე მგონი დარბაზმაც კარგად აღიქვა ეს და სახეზე ჩანდა ფაქტი იმისა, შედეგი იმისა, რასაც მიაღწია იმ ყველა სამსახურმა, რასაც ქვია არტ-თერაპია და ხელოვნება და ასე შემდეგ, რასაც ნამდვილად ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ინტეგრირება როგორ შეიძლება მოხდეს ამ პაციენტების საზოგადოებასთან. ჩვენ როგორც თანამშრომლები, რავით, ძალიან კმაყოფილი ვართ. რა თქმა უნდა, ეს იყო პაციენტის თხოვნის გათვალისწინების საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი. საზოგადოებამ ძალიან კარგად მინდა გაიგოს, რომ ეს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების შესაძლებლობები არის ძალიან ღრმა და ძალიან შინაარსიანი. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ძალიან საინტერესო გასვლებს და შოუ პროგრამებს. უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ხონელ მაყურებელს, რომლებმაც ცრემლისა და ემოციის ადამიანური განცდების გარეშე არ დატოვეს დარბაზი. დიდი მადლობა მათ. ემოციები იყო და ამის საფუძველს თითოეული ბენეფიციარის მთელი გულით წარმოთქმული ლექსი, ნამღერი სიმღერა თუ შესრულებული თეატრალური ნომერი ქმნიდა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ მეუფე საბა და სხვა საეკლესიო პირები. დარბაზში შეკრებილი საზოგადოება კმაყოფილებას ვერ მალავდა. მეტი უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს და უფრო მეტი დაახლოება, ინტეგრაცია მოხდება ავადმყოფების საზოგადოებაში. ამისთვის არის ძალიან კარგი და მშვენიერი კონცერტი. მნიშვნელოვანია აღნიშნული ხასიათის ღონისძიებები, როგორც კულტურული, ასევე სპორტული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კატეგორია აუცილებლად მოითხოვს საზოგადოებასთან ინტეგრირებას, აღნიშნული ღონისძიებები ეს ხალხი გრძნობენ თავისუფალ სამყაროში და გრძნობენ სრულფასოვან მოქალაქეებად, რაც თავის ფსიქიკას ხელს შეუწყობს, რომ გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან და გახდეს ჩვეულებრივი მოქალაქე და საზოგადოების წევრი. ღონისძიებები საზოგადოებასთან სიახლოვე პაციენტებს გამორჩეულობისა და განსხვავებულობის ბარიერს გადაალახვინებს. თავად საზოგადოება კი ამ სოციუმის მიმართ გაცილებით უფრო ტოლერანტი გახდება, რაც ინტეგრაციის პროცესს ხელს ნამდვილად შეუწყობს.